ადამიანის წინაპარი მაიმუნი არ ყოფილა ამერიკელი ანთროპოლოგების უნიკალური აღმოჩენით შეივსო ის რგოლი, რომელიც ადამიანის ევოლუციის თეორიას აქამდე აკლდა. ადამიანისა და მაიმუნის განვითარების ევოლუციური 15 წლიანი კვლევის საფუძველზე ერთმანეთს მნიშვნელოვნად დასცილდა. 4,5 მილიონი წლის წინ მცხოვრები არდი მაიმუნზე განვითარებულია, რომელსაც საერთოდ თანამედროვე ადამიანთანაც აქვს. რა გავლენა მოახდინა ადამიანის ევოლუციის თეორიაზე ახალმა აღმოჩენამ? ნინო გომართელი გიამბობთ. თუ წარმოვიდგენთ როგორი შეიძლება იყოს ამდე, ალბათ ყველაზე ახლო ეს ავსტრალოპითეკილუსი. დავით ლორდ კიფანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საუკუნის აღმოჩენას გაეცნო. ის ამბობს, რომ ეს არის ევოლუციის ის რგოლი, რომელიც თეორიას აქამდე აკლდა. დედრობითი სქესის ჩონჩხის 110 ფრაგმენტის სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. დეტალური შესწავლით დაადგინეს, რომ მას საერთო აქვს როგორც თანამედროვე ადამიანთან, ისე მაიმუნთან. აღმოჩენის უნიკალურობა ის არის, რომ სწორედ აჩვენებს ერთ-ერთი მწინაპარს, საიდანაც ხდებოდა გაყოფა ერთი ჰომინიდების იმ ხაზით, რომელიც ყველაზე ახლოს არის თანამედროვე ადამიანთან, ხოლო მეორე ხაზი, რომელიც წავედა დარჩა მაიმუნებთან. საუკუნის აღმოჩენა უკვე უწოდეს მეცნიერებმა ეთიოპიაში ნაპონ არდის, ანუ 4,5 მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანი მაიმუნის ჩონჩხის ნაწილებს. მეცნიერები უკვე გადაჭრით ამტკიცებენ, რომ ადამიანის წინაპარი მაიმუნი არ ყოფილა. ამ სენსაციურ აღმოჩენაზე ვრცელი ფილმი მოამზადა დისკავერიმ. ფილმში საუბარია იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ადამიანის ევოლუციის თეორიაზე ახალმა აღმოჩენამ. სპეციალისტებმა მილიონი წლით დააზუსტეს ის დრო, როდესაც ადამიანის და მაიმუნის ევოლუციური ხე ერთმანეთს დასცილდა. ჩვენ მიუახლოვდით, ესე იგი, მნიშვნელოვნად პირდაპირ მტკიცებულებებს, თქვა, წინაპრების არსებობისა, რადგანაც შეივსო, ესე იგი, გადაიწია ეს პალეონტოლოგიური ნამარხების ასაკი თითქმის 1 მილიონი წლი. ქართველი პალეონტოლოგები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა არ ცვლის დმანისის აღმოჩენის უნიკალურობას. საქართველოში ჯერ კიდევ 91 წელს ნაპოვნი თავის ქალები ყველაზე მეტად გავს თანამედროვე ადამიანს. ეს მონაპოვარი 2 მილიონ 400,000 წლით უფრო ადრინდელია, მას არაფერი არ აქვს საერთო. ჩვენ აღმოჩენა, ჩვენი დაახლოებით 2 მილიონი წლის წინანდელია. გარდა ამისა, დმანისის ადამიანზეა ლაპარაკი, ეს არის ჰომო, ადამიანი. აქამდე ადამიანის უძველეს წინაპრად მიჩნეული იყო 1971 წელს აღმოჩენილი არსება ლუსი, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. აღმოჩენილი ახალი არსება არდი კი მასზე მილიონი წლით ადრე ცხოვრობდა. სანამ სტატია გამოვიდა.